ახლა საქართველოს როგორი ქვეყანა ვიცით, ერთმანეთს პატივცემთ, მაგრამ არის ისეთი, მაგრამ მაქსიმალურად ვერ აყვავხილებ მთლიანად ჯანმრთელობის საკითხები, ამონტყობების მოვლა პატრონატს. არის მთელი რაღაცები, რომ უნდა მიხედოს განათლების ჯანმრთელობის მინისტრმა. ჯერ აფთიაქებში რა ხდება, ფასები გაზრდილია სამ მიუღებელიცა, მაგრამ მე მგონი დარეგულირდება ხელმძღვანელების მიერ. ყველა ზევით არიციან და ქვედარგოლები ძალიან ცუდად იქცევიან და მიაქცენ ყურადღება ამაზე მთავარი, რომ ქართველები გამრავლდეს და მოშენდეს. თუ ადამიანი თავის დროზე მივა და წელიწადში 4-ჯერ მაინც სეზონზე გაესინჯება, არაფერი არ გამოგჩება და ჯანმრთელობაც კარგად გვექნება და სისუფთავე ვერ აგვაქვს ქუთაისში განსაკუთრებით. ხო, სადაც სისუფთავე არა არც ქალაქში, ზოგიერთ ოჯახებში თავისთავად ცხადია, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობაც სუსი იქნება. აი თქვენ აღნიშნეთ, რომ 4-ჯერ უნდა მივიდეს. ხო, ასეა. ხელმისაწვდომია დღეს ჯანდაცვა, რომ ადამიანი ახლა სხვა რაღაცა მოვიკლოთ. სხვა რამე მოვიკლოთ და პირველ რიგში ჯანდაცვა. დამიფაროს ღმერთმა პრეზიდენტი რო ვიყვე, გონია ყველაზე დიდ ხელფას მივცემ ექიმს. თუ ჯანმრთელი არ ვარ, სად დავიწყებ მუშაობას, ვერ გავთხოვდები, ვერაფერი, ხო? მაინც ჯანმრთელობიდან იწყებ. ხო, უნდა მოვიმეტოთ. პენსიონერი ვარ და პენსიონერმაც 30 ლარი, 50 ლარი რაღაცა რო, ხო. ეგო ექიმის ხელფასი რანაირ დიდიც არ უნდა იყოს, მისთვის იგი არაფერი არა. მე კერძო დაზღვევაში ვარ, პედაგოგი ვარ და სახელმწიფო დაზღვევაც მაქვს, რა თქმა უნდა. კმაყოფილი ვარ ორივე მხარეს. მე მგონი მოწესრიგებასთან ცოტა შორსა ვართ, ცოტა უფრო მეტი გვჭირდება და ხელმისაწვდომობაც ალბათ არ არის მთლად ისე მოწესრიგებული, როგორც უნდა იყოს, რა ყველასთვის იყოს ისეთი ხელმისაწვდომი, როგორც საჭიროა. თუ კი უფრო მეტი ხელმისაწვდომობა იქნება, არაფერი არ დაშავდება ამით და იმედია რომ იქნება ოდესმე და ჩვენც მივალთ იმ მაღალ სტანდარტებამდე რაც საჭიროა, რომ ნებისმიერ ადამიანმა თავი იგრძნოს დაცულად საკუთარ სახელმწიფოში. რეკომენდირებულია, რომ ადამიანმა წელიწადში ერთხელ ან ორჯერ უნდა ჩაიტაროს სრული გამოყენება. ვეთანხმები. საქართველოში მოქალაქეები რამდენად ახერხებენ ამას? ვერ ახერხებენ. წელიწადში ორჯერ კი არა, მე მგონი წლობით ვერ ახერხებს ადამიანი ექიმთან მისვლას და ამაზე ხო ფინანსებია, ძალიან ბევრი ფინანსებზეა დამოკიდებული და ამასთან ემატება ისიც რომ ხშირ შემთხვევაში ჩვენ უფრო საზღვარგარეთ მივდივართ და უფრო საზღვარგარეთ ვენდობით ექიმებს ვიდრე ჩვენ სახელმწიფოში, ჩვენ ქვეყანაში და აქაც იმედი ვიქონიოთ რომ რაღაცა გამოსწორდება და თანდათან მიდის მოწესრიგებისკენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელმისაწვდომია ის საზოგადოებისთვის? მანდა მაინც იოლი არ არის, რა ვთქვათ, განსაკუთრებით პენსიონერებისთვის. უჭირთ. ახალგაზრდები ჯერ ვერ გებულობენ. ერთხელ მაინც აუცილებელია. აი გერმანიაში ეს არის დაწესებული საერთოდ. და როგორ ფიქრობთ? და არიან მეტი ჯანმრთელი. საქართველოში მოქალაქეები რამდენად ახერხებენ რომ მივიდეთ? აქ ხერხებაზე არაა ლაპარაკი. თვითონ ჯანდაცვის ხალხი პროპაგანდა უნდა გაუშვან, რომ ეს აუცილებელია.